ხო, დღეს გავდივართ ატროს კონვოლუციებს, არ ვიცი სწორად გამოთქვი თუ არა. და ხო, მოდი გავაზიარებ. და გავიარეთ ამ paper-ი. რამდენიმე მთავარი პოინტი ამოვიწერე და მაგათ გადავუვეთ. კაი, პირველ რიგში პრობლემა რა არის, ხო? ესე იგი ჩვენ გვაქვს 2017 წელი არის, ავკეთებთ computer vision-ის tasks რაღაცას, რაც არის semantic segmentation. Semantic segmentation რა არის უგავსებთ მარტივად? ეს არის თითოეული პიქსელისთვის რაღაცა კლასის მინიჭება, ხო? ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ dense კლასიფიკაცია არის. სადაც თითოეულ პიქსელს ვაკლასიფიცირებთ ან background-ი, ან foreground-ის რომელიმე კლასი და ასე შემდეგ. ხო, პრობლემა რა იყო იმ დროს, რომ ესე იგი ჩვენ ძირითადად vision-ში გვქონდა კონვოლუციური მოდელები და კონვოლუციური მოდელის ერთ-ერთი მთავარი მინუსი, ასე ვთქვათ, არის, რომ limited receptive field აქვს ეს ერთი და ასევე სურათებსაც ვიღებთ და მე კონვოლუციურ neural ქსელში ვატარებთ, ვთქვათ, padding-ი გავაკეთეთ და padding-ის გაკეთებაც დაშველის, ან პატარავდება ხო ჩვენი feature map-ი ასე ვთქვათ. ან თუ ვთქვათ სურათი ქონდა, რა ვიცი, 224-224-ზე კონვოლუციებში რო გავატარებთ, რამდენიმე კონვოლუციაში საბოლოოდ უფრო პატარა feature map-ი გამოდის, აი და გაგაჩანს აქ. ანუ ზედა ნაწილი არის, ასე ვთქვათ, naive კონვოლუციური neural ქსელი, სადაც გვაქვს რამდენიმე კონვოლუცია და output slide-ი არის, ანუ რამდენჯერ შემცირდა, ასე ვთქვათ, ჩვენი სურათის რეზოლუცია, feature map-ი რამდენჯერ უფრო პატარა გახდა. და ნუ ხედავთ აქ, რომ რაც უფრო მეტ ბლოკში ვატარებთ, ატროს კონვოლუციის გარეშე, ჩვენი, ასე ვთქვათ, feature map-ი, ჩვენი სურათი პატარავდება, ხო? Spatially გულისხმობ. ეს ახლა რატო არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ semantic segmentation გავაკეთოთ, სადაც თითოეულ თითოეულ pixels რაღაცა კლასი მივაიჭოთ, ხო? მაგრამ ჩვენი spatial map-ი პატარავდება და საბოლოოდ ჩვენ მაინც გვიწევს ზუსტად იგი input სურათი რა ხლა რეზოლუციაც იყო, მაგ ხელა, ასე ვთქვათ, output-ის აკეთება. ხო. აი წარმოვიდგინოთ ეს კადა. წარმოვიდგინოთ რა აგერჩანს. და კატის კლასიფიკაცია, უბრალოდ semantic segmentation გვინდა, სადაც გვაქვს ორი კლასი, გვაქვს background და გვაქვს foreground-ი. Foreground-ი ამ შემთხვევაში იყოს, რომ კატების semantic segmentation გვინდა. ესე იგი, ანუ კატის ძირითადი ნაწილი ჩანს ხო სურათზე, მაგრამ კატას აქვს კიდევ აი ეს პატარა პიქსელები სურათის დაკავებული, რომლის სეგმენტაციაც სწორად რო გავაკეთოთ, საჭირო არის, ნუ ვთქვათ, მე downstream task-ი რაღაც ამოჭრა თუ აქვს მაგალითად. ანუ აი მაგალითად კატის თვალებს, ახეს, ყურებს და ასე შემდეგ, კარგად გააკეთებ სეგმენტაციას. მაგრამ აი თუ ვთქვათ კუთხეებში მივალთ მე, აი თუნდაც აქ ვთქვათ აქ რაღაც რა ქვია, ლუაშები. კატის ლუაშების სეგმენტაცია მე გაცილებით უფრო რთული იქნება ჩვენი ქსელისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა მასზე მოქმედებს, ასე ვთქვათ, საკმაოდ პატარა feature map-ზე მოქმედებს. და ასეთი დეტალების compression-ი საკმაოდ რთული არის, ну, რაც უფრო აპატარავებ ამას, ხო? ეს ნაწილი გასაგებია, ხო? რას ვაკეთებთ? პირველ რიგში რა არის პრობლემა? task-ი ამ შემთხვევაში არის semantic segmentation. რა ხდებოდა სანამ ეს paper-ი იყო, ანუ იყო კონვოლუციური neural ქსელები, რომლებსაც აქვთ პირველ რიგში წირი receptive field-ი. Receptive field-ი იცით რა არის? ოკეი. ეს ვიცით, ოკეი. receptive field-ი რა არის? ხა იდრო წარმოვიდგინოთ კონვოლუცია, ხო? კონვოლუცია როგორ მუშაობს? გვაქვს რაღაც სურათი და გვაქვს თქვათ ერთი კონვოლუციის ლეიერი. და ჩვენი კონვოლუციის, ასე ვთქვათ, კერნელი, რომელიც ამ სურათს დასრიალებს, კონვოლუცია ხო იცით რა არის? კი. ხო, ეს კონვოლუციის, ასე ვთქვათ, კერნელი დასრიალებს სურათს, ხო? რო წარმოვიდგინოთ. მოდით მაუს შევაერთებ და დავხატოთ. ერთი წამი.
Paint online. Libare client must go here. Window. Chance. Oh, წამოიდეს გვაქვს სურათი. Სამ channel-ზე ხარ დავხაზავ, მაგრამ წამოიდგინეთ. თქვათ, ჩვენი კონვოლუცია როგორ მუშაობს, ხო? თქვათ, გავაკეთეთ 3-3-ზე კონვოლუცია ამ თლიან სურათზე. ჩვენ გვაქვს რაღაც ფილტერი, რომელიც, ასე ვთქვათ, ედება სურათის პირველ ნაწილს და ამ 3 გრიდიდან ფაქტობრივად ითვლის ერთ წერტილს, ხო? ანუ ეს ყველა წერტილი საბოლოოდ აგრეგირდება ერთ წერტილში. ანუ ეხა იქ რამდენიმე channel-ი არის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთ წერტილში აგრეგირდება. ხო. ეხა შემდეგ საბოლოოდ აქ იქნება კიდევ ერთი შედარებით უფრო პატარა feature map-ი და შემდეგ კიდევ ერთი კონვოლუციის ლეიერი არის, ხო? კიდევ ერთი ხომ დავხაზავ, იმიტომ ვეტევით. კიდევ ერთი კონვოლუციის ლეიერი, თქვა 3-3-ზე თუ არის, ესეც ედება ამას, ხო? და ეს 3-3-ზე პიქსელი შემდეგ აგრეგირდება ერთ იმაში, ერთ პიქსელში. პოზიში რომ ახინჯოთ ხატავ, მაგრამ აზლიერ ხარ ეს არის ყოჩი. ხო. ანუ ფაქტობრივად რა მოხდა, ესე იგი ამ პიქსელში, ამ ერთ ელემენტში რამდენი ელემენტი აგრეგირდა, ასე ვთქვათ. აგრეგირდა ანიშნავს, რომ ზოგადად დაემატა პირდაპირ, ხო? მაგრამ ასე ვთქვათ, reduction-ი გავაკეთეთ. ანუ ჩვენ გვქონდა 3-3-ზე, ასე ვთქვათ, გრიდი, რომელიც აგრეგირდა ერთ წერტილში. შემდეგ ამ feature map-დან კიდევ ერთი კონვოლუცია გავაკეთეთ და ფაქტობრივად 3-3-ზე აქედან აგრეგირდა კიდევ ერთ წერტილში, ხო? ანუ აქ chance რომ რაც რომელი კონვოლუციას ვაკეთეთ, პირველ რიგში ჩვენი feature map-ი height და width მცირდება და ამავდროულად ჩვენი თითოეული პიქსელი, ასე ვთქვათ, უფრო დიდ ფართობს ხედავს ჩვენ საწყისის სურათიდან. ეს გასაგებია? დიახ. ხო, როგორ მეორე, ესე იგი, ეს წერტილი თუ ხედავდა მარტო აი ამ 3-3-ზე grids, ეს წერტილი ხედავდა ბჭყალებში, რა თქმა უნდა. ეს წერტილი უკვე ხედავს უფრო დიდ ნაწილს, ხო? ხო, ეს კარგი არის ახლა. აი ამ ასე ვთქვათ, ამ layer-ის receptive field-ი არის უფრო დიდი ვიდრე აი ამ layer-ის, ხო? ამ layer-ში რა feature map-ის გვაქვს, ამ feature map-ის თითოეული პიქსელის receptive field. მაგრამ აქ არის პრობლემა, რომ ჩვენ რო გვინდა რომ ჩვენი receptive field-ი გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ბევრი კონვოლუციები, ხო? რომ ერთმა პიქსელმა დაინახოს თქვა მთელი სურათი. მაგრამ ამავდროულად გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ კონვოლუციას ვაკეთებთ, ჩვენი ასე ვთქვათ, ჩვენი feature map-ი მცირდება. ეს არის პრობლემა ერთ-ერთი ჩვენი კონვოლუციური ნეირონული ქსელის. ახლა რადგან ჩვენ გავლილი გვაქვს უკვე vision ტრანსფორმერები, ალბათ საკმაოდ ინტუიტიურია რომ მიხვდეთ, რომ ტრანსფორმერებს ეს პრობლემა არ აქვს, ხო? რატომ არ აქვს ეს პრობლემა? იმიტომ რომ ტრანსფორმერის პირველივე layer-ზე აქვს უბრალოდ ყველა სურათის ნაწილზე. ნუ ეხა იქ window detention-ს რაღაც სწორ გავაკეთებთ, ხო? ანუ vanilla vision transformers პირველივე layer-ზე შეუძლია თქვა ყველა სურათის ყველა patch-ი დაინახოს. დაინახოს ისევ ბჭყალებში. კონვოლუციას ასე საშუალება არ აქვს. ხო, ესე იგი 2017 წელს, მგონი ამ დროს არ იყო ტრანსფორმერი გამოსული. ნუ ტრანსფორმერი vision transformeri არ იყო გამოსული და ასე ვთქვათ, მოიფიქრეს ამის გამო Atros კონვოლუცია. ხო, ეგრე გამოითქმა თუ არა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იწერება მაინც. და ახლა რა არის ამისი, ასე ვთქვათ, მთავარი აზრი, ხო? ხო, Atros კონვოლუციის მთავარი აზრი. Atros კონვოლუციის მთავარი აზრი არის, რომ მოდი ჩვენ კონვოლუცია გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ არ შევამციოთ ჩვენი feature map. და ახლა ამას როგორ ვაკეთებთ, ხო? თუ თქვათ აქ ათქოს გამოვყოფ. ზოგადად გქონდა სურათი და ჩვენი კონვოლუცია იყო ასეთი, რომ 3-3-ზე პირდაპირ ედებოდა და მათი აგრეგაცია ხდებოდა ჯამი. Atros კონვოლუციის მიხედვით რა აკეთდება, ესე იგი. უფრო დიდ გრიდს ვიღებთ და იმის მაგივრად რომ 3-3 გვერდი პიქსელები ავიღოთ, ვიღებთ რაღაც წერტილებს ამ გრიდში. ხო? ანუ ჩვენ
აქ არის უფრო მეტი პიქსელი თვითონ აი ამ გრიდში ეს ამ წითელ აი ამ გრიდში ჩემო ხაზე თქვა არის ეს აქაც არის შუა წერტილები, მაგრამ იმ შუა წერტილებს ფაქტობრივად ვახტებით, ხო? და ეს ნუ ერთ-ერთი ალბათ იმიტომ რატომაც მუშაობს არის რომ ჩვენ რო სურათს შევხედოთ პიქსელ 0-სა და პიქსელ 1 შორის განსხვავება ძალიან დიდი ხოლმე არ არის. აი, რა ვიცი, თუნდაც თქვენი სურათი რო აიღოთ რომელიმე ან selfie ან რა ვიცი რაღაც background-ზე გადაღებული, თუ აიღებთ ორ მომიჯნავე პიქსელს, ნახავთ რომ ეხლა ძალიან დიდი განსხვავება არ არის მაგ ფერებში, ხო? ასე ვთქვათ, 3-3-ზე კონვოლუცია პირველ რიგში აპატარებს ეს ერთი და მეორე რიგში ფაქტობრივად არ იყენებს კარგად ინფორმაციას ეს პეიპერი გვქონდება. ხო, ამის არის ატროსკონვოლუცია და ატროსკონვოლუციის ასე ვთქვათ მოამიარა და იდეა არის რომ არ პატარავდება ფიჩერები ერთ-ერთი. ახლა მოდი რაღაც ვიზუალიზაცია არის ამის კარგი. ხო, როგორ ხდება ტორჩში? ტორჩში არის ძალიან მარტივად ატროსკონვოლუციის საიმპლემენტირება, ამის არის dilation-ის პარამეტრი, რომელიც შეიძლება გაუზარდოთ და თუ თქვა აი აქ ხედავთ რომ rate 2 არის dilation 2 უბრალოდ პირდაპირ. ხო, აქ იყო კარგი ვიზუალიზაცია ამის როგორ ხდება. აი ეს არის კონვოლუციის ანიმაციები. ხო, და ფაქტობრივად იქ რაც მე ცოტა უხეშად უშნო დავხატე, აქ უბრალოდ არის გამოხატული. ესე იგი, ეს არის პირველი კონვოლუცია, რომელიც არის ძალიან basic კონვოლუცია, რასაც ვთქვათ default პარამეტრებს გადასცემთ, ეს კონვოლუცია გაკეთდება. ანუ აქ ხედავთ რომ 4-4-ზე გრიდი, 3-3-ზე კერნელი დაპატარავ და 2-2-ზე feature map-ში, ხო? ეს ნაწილი ხო გასაგებია. კი. ახლა შემდეგი არის რომ რა გავაკეთოთ ახლა? თუ ვთქვათ გვინდა რომ ჩვენი სურათი არ დაპატარავდეს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? უბრალოდ ნოლებით ფედინგი გავაკეთოთ ჩვენს სურათს გარშემო და ან ჩვენი სურათი თუ ვთქვათ იყო ამ შემთხვევაში 5-5-ზე, აქ ანუ აქ იმდენად უფრო მეტი ფედინგი გავაკეთეთ ამ შემთხვევაში arbitrary padding მაგით ვაწერია. რო ანუ აქ იმის მაგივრად რომ შევინარჩუნოთ სურათი, პირიქით უფრო დიდდება. მაგრამ ასეთი ფედინგი არ მინახავს მართლა ვთქვა. ანუ აქ რა იყო რომ ჩვენი სურათი იყო 5-5-ზე, ანუ ეს ლურჯი კუბიკები ასე ვთქვათ და ეს მწვანე კუბიკები გამოვიდა 6-6-ზე. ну ამიტომ ალბათ ამიტომ აწერია arbitrary padding რომ რაღაც ზედმეტი ნოლები გაუკეთეს. arbitrary padding-ის arbitrary padding არც არ მინახავს და towards არ გამოიყენება, იმიტომ რომ რატომ უნდა გააკეთო ორის padding, როცა შეიძლება ერთი padding გააკეთოთ და ზუსტად იგივე feature map-ის dimension-ი დატოვა. ხო, ამ შემთხვევაში არის half padding-ი, ანუ უბრალოდ ერთი ნოლები მოვადეთ გარშემო და ჩვენი feature map-ი რაც იყო 5-5-ზე, დარჩა ისევ 5-5-ზე. ხო. აქ რა ხდება ესე იგი? ამისგან რითი განსხვავდება ეს, ესე იგი აქ გვაქვს 5-5-ზე, აქ არის 7-7-ზე. კონსამპლინგი ხდება მან. როგორ? ანუ პატარავდება ის. მგონი გადიდა რა. ანუ 5-5-ზე იყო და აქ არის 7-7-ზე. და უბრალოდ ამისგან განსხვავდება, ეგ მაინტერესებს, ანუ აქ არის აქაც არის 5-5-ზე. ეს და ეს რითი განსხვავდება? სიმართლე რო გითხრათ, ვერ ვხედავ ახლა კარგად. ოი, აქ 4-4-ზე კერნელი იყო და აქ 3-3-ზე არის კერნელი. ოკეი, კაი, ვერაფერი დამორჩერის განსხვავებას, მაგრამ კაი. კაი, აქ არის no padding და strides, ეს იცით რომ strides-ას პროდიუს დაუწერთ, ანუ by default კონვოლუციას აკეთებს ხო, ერთი პიქსელი დასრიალებს ამ სურათზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. strides დაუწერთ ორს, მაგ შემთხვევაში ორი პიქსელი გადახდება შემდეგ და აქ ჩანს ეს. რომ padding-ს არ ვუკეთებთ, ორი პიქსელი დავხტუნოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ აქ რადგან პატარა feature map-ი გვაქვს, უბრალოდ პატარა feature map-ი არ გვაქვს. 5-5-ზე feature map-ი გვაქვს და ანუ რაც უფრო რა მიმართება strides-ა და feature map შორის, ხო? ანუ რაც უფრო დიდი არის stride-ი, რაც უფრო დიდზე ხვდებით, ჩვენი საბოლოო output-იც უფრო პატარა გამოდის, ხო?
აქ არის საჩვენებელი ზუსტად იგივე რაც ზემოთ იყო, უბრალოდ slide უდრის 1-ის ნაცვლად არის slide უდრის 2, იმიტომ რომ თუ შეხედავთ კარგად 2 პიქსელი დახტუნაობს ეს ჩვენი კერნელი. და აქ არის ალბათ 3, ხო. slide არის 3 ალბათ. ვარჯდები. ნუ ტექნიკური განსხვავება ამ შორის არა. ერთ-ერთი ალბათ თავარი 2 არის no padding no stride, რაც არის default-ი, რითიც ჩვენი feature პატარავდება და შემდეგი არის ამას ნახავთ ალბათ, სადაც stride არის ერთი და უბრალოდ padding-ს ვაკეთებთ გარშემო, რომ არ დაპატარავდეს ჩვენი feature-ები. ანუ აქ არის რამდენიმე ნაწილი ასევე მოცემული transpose convolution-ის ნახვა თუ გინდათ როგორ მოქმედებს. ამ links მოდი ჩავაგდებ. Ground transpose convolution დღეს არ გვაინტერესებს, დღეს გვაინტერესებს dilated convolution-ი, რაც არის იგივე atross კონვოლუცია. ხო, atross კონვოლუცია რა არის ესე იგი, ხო, რაც დავხატეთ, რომ ვიღებთ რაღაც grid-ს და იმის მაგალითად რომ grid-ზე მოსაზღვრე წერტილების შეჯამება გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. ვაკეთებთ ანუ პატარა ეს არის დაშორება არის იმ პიქსელებს შორის, რომლის აგრეგაციასაც ვაკეთებთ, ხო? და ეს არის, ნუ, ამ შემთხვევაში atross კონვოლუცია ერთ-ერთი მაგალითი. ხო. კიდე რაც მინდა ამ paper-დან განვეხილა, რაც გადავხედე მნიშვნელოვანი ნაწილები, რაც იყო, ასე ვთქვათ, იყო ანუ ორი სახის მიდგომა გააკეთეს, გატესტეს, პირველი იყო cascaded. სად არის აღწერილი cascaded? ხო. Cascaded რაც ნიშნავს ესე იგი, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე კონვოლუცია ჯერ atross კონვოლუციების გარეშე და მე რომელიღაცა ბლოკის შემდეგ, თქვათ აი ამ შემთხვევაში stride 16 როცა გახდება მაგის შემდეგ, ჩვენ აღარ გვინდა რომ ჩვენი feature-ები დაპატარავდეს და ამიტომ ვაკეთებთ აი ამ atross კონვოლუციას, ხო? თქვათ rate 2, rate 4, rate 3, rate 16. და ანუ საბოლოოდ ჩვენი feature-ები მაინც იგივე რჩება, განსხვავებით ზედა ნაწილისგან, სადაც ჩვენი feature-ები პატარავდებოდა. ანუ ავტორებმა რაც განიხილეს ეს იყო cascaded, ანუ ეს არის cascaded, რაც ნიშნავს რომ ერთმანეთის მიყოლებით არის ეს atross კონვოლუცია. ხო, ეს ნაწილი გასაგებია? კი. ხო, ეს არის cascaded და მეორე ნაწილი რაც განიხილეს იყო პარალელი. ხო, პარალელის შემთხვევაში გააკეთეს ესე იგი, რომ აიღეს სურათი, ჩვეულებრივად თავიდან ჩვეულებრივ კონვოლუციებში ატარეს და შემდეგ არის ესე იგი იღებენ 1x, ну თავიდან არის ერთი atross კონვოლუცია rate 2-ით და შემდეგ არის რამდენი, ანუ იგივე feature map-ზე, ანუ როცა მოვიდგინოთ, რომ block 1, block 2, block 3, block 4-ში გაიარეს. საბოლოოდ აიღეს ეს feature map-ი და სხვა atross კონვოლუციები გააკეთეს ამ feature map-ზე. ხო, რადგან ეს აბსტრაქტულად არ გვინდა ვილაპარაკოთ, მოდი კოდს ჩავხედოთ ცოტათი, რომ მივხვდეთ როგორ არის იმპლემენტირებული. ჩანს? ეს კოდი ჩანს? კი. ხო, cascaded-ის, ესე იგი ეს არის layer-ების იმპლემენტაცია, ეს არ არის მთლიანი network-ის იმპლემენტაცია. ანუ პირველ რიგში ასე ვაკეთებ, ხო? ანუ აქ გვაქვს cascaded, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიყოლებით ხდება ეს კონვოლუციები. ანუ ჩვენ რო შემოგდის ჩვენი feature map-ი, ჯერ ხდება პირველი convert-ი და x-ზე გადაეწერება ეს ზემოდან, მერე conv2, conv3 და განსხვავება ამათ შორის არის dilation-ის პარამეტრი, ხო? ეს არის cascaded approach-ან პირველი ნაწილი, რაც ასე ვთქვათ, გვანახეს. მეორე ნაწილი არის, როდესაც პარალელი არის. ანუ პარალელის შემთხვევაში ხდება, ხო, გვაქვს 1x-ი და ეს 1x-ი უნდა გამოვიყენოთ რამდენიმე ნაწილას. რამდენიმე ნაწილში. ანუ ვთქვათ, convert 1-ზე, რაც აქ გვაქვს მოცემული, მერე 3-3-ზე, რაც ასევე გვაქვს მოცემული და ანუ ყველა კონვოლუციის layer-ი იყენებს იგივე feature maps. ანუ წარმოვიდგინოთ, მოდიოდეს x-ი, ასე ვთქვათ, sequentially და მე გაიყო პარალელ ნაწილებად, სადაც x-ი წავიდა
1-1-ზე კონვოლუციაში, x-ი წავიდა 3-3-ზე ატროს კონვოლუციაში, 12 რეითით და 18 რეითით. საბოლოოდ ვაკეთებ ამის pooling-ს მერე და კონკატენაციას ვაკეთებ ამ ყველა ლეველის. ხო, ანუ ეს არის ის ორი approach-ი, ასე ვთქვათ, რაც განიხილეს ავტორებმა ამ paper-ში. ხო, მოდი ხო ნახოთ, რომელი ჯობდა წესით უნდა გქონდეთ მიღებული. Okay, უი თქვენ დანარჩენს ხო paper. ისა ვორდ. დავიდეთ paper-ზე ისა. ხო, მოდი ახლა ვიპოვოთ, რომელი ჯობდა ამ არის ablation study. Different strategia. Standard cascaded. I cascaded with automatic. Akarezne 50-ზე შედარებული ეთყობა. ხო, აქ რა ჩანს ახლა? ესე იგი, თქვათ, განხილული არის ორი მოდელი, Resident 50 და Resident 101. განსხვავება მაგას შორის, გახსოვთ? Apple განსაკუთრებული Resident 101 უფრო deeper network-ი არის, ასე ვთქვათ, ვიდრე Resident 50. და ნუ ხო, უფრო შესაბამისად უფრო უკეთესი შედეგები აქვს. არქიტექტურაში დიდი განსხვავება არ არის, უბრალოდ უფრო მეტ ლეიერი არის დასტეკული. ხო, აქ ესე იგი რა ნახეს, რომ ბლოკ 4, ბლოკ 5, ბლოკ 6, ბლოკ 7. ესე იგი აქ არის ბლოკ 4-სა და ბლოკ 5 შორის განსხვავება. ანუ ბლოკ 4 აიღეს და მაგას დაამატეს ეს კონვოლუციები და ბლოკ 5-ზე დაამატეს შემდეგ ეს და უნდა იყოს ეგრე. Going deeper with other convolutions and employing different. მგონი აღარ ჩანს რასაც. უი, არ ჩანს paper-ი? არა paper ჩანა, მაგრამ თვითონ ის სადა. ხო, ამაზე მაინტერესებდა თქვენი აზრი, რას ნიშნავს ბლოკ 4-სა და ბლოკ 5-ს შორის რა განსხვავება აქვს. ანუ output stride text-ზე აკეთებენ ატროს კონვოლუციებს. ეს გასაგებია. ხო, აი რას ნიშნავს output stride text-ზე რო აკეთებენ კონვოლუციებს. ანუ როდის აკეთებენ? ანუ აკეთებენ როცა 16 ჯერ შემცირდება სურათის ის რეზოლუცია. კი, სუსტად. ხო, ტაიმერი მაინტერესებს რა. ბლოკ 4, ბლოკ 5, ბლოკ 6. ანუ თვითონ ეგ საწერია რომ ბლოკ 4-სა და ბლოკ 5. ანუ განსხვავება რო არის ეგ ცხადია, მაგრამ რამ ხრივ იგულისხმება განსხვავება? ანუ აი აქ მოცემული გვაქვს ჩარტი, რომ თქვა Resident 50-ზე ბლოკ 4-ზე მიიღეს რაღაც მეტრიკა IOU 64, ბლოკ 5-ზე მიიღეს 312, ბლოკ 6-ზე 314 და ეს ნიშნავს, რომ ბლოკ 6-ზე დაამატეს თუ ესე იგი add extra 0 1 2 3 ბლოკ 4-ზე დაამატ ბლოკ 4 არის მგონი ბლოკ 4-ზე დაამატეს ბლოკ 5 ჯერ ბლოკ 5-ის შემთხვევაში და მერე სხვები ალბათ.
ანუ აქ ხარ არის აი added extra 0 cascade modules ნიშნავს ალბათ რომ არ დაუმატებიათ ხო ეს მოდულები. და იმას ხარ ნიშნავს რომ თქვა ბლოკ 4-ზე არ დაუმატებიათ, ბლოკ 5-ზე 1 დაამატეთ, ბლოკ 6-ზე 2, ბლოკ 7-ზე 3. აი აქ წერია respectively მაფიქრებინებს მაგას. Okay, მაგრამ როგორ შანს იდეა არის რომ ბლოკ 6-ზე რაღაც ადროს კონვოლუციებს რომ ამატებენ, MIOU-ს საგრძნობლად იზრდება. რომ ბლოკზე ამატებენ ეს მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, ანუ აი ეს 0 1 2 3 რო წერია, ანუ ეგ არის უბრალოდ რამდენი მოდიულ დაამატეს კიდე, ხო? ალბათ. კი. და ანუ მეტ მოდულს რო ამატებდნენ, პერფორმანსი ნუ გაუმჯობესდებოდა ეგ ცხადია ისედაც, ხო? კი, მაგრამ ალბათ აქ არის რომ მეტ მოდულს რო ამატებდნენ cascade კი არა ატროს კონვოლუციის. ალბათ ჩვეულებრივი კონვოლუციის მეტი ბლოკი რო დაგემატებინა არ იქნებოდა უკეთესი შედეგი. იმიტომ რომ ეს ფიჩერები დაპატარავდებოდა. ალბათ მაგის ჩვენება უნდა აქ. გასაგებია. Okay. აი, კიდე რაც მინდა და ამ paper-ში ჩვენება იყო ხო? თავი ნაწილების გამოწერილი მაქვს. 3 და 3 სექცია იყო თუ არ ვცდები. ხო. და 3 და 3 ვიდეო. ხო, ესე იგი 3 და 3-ში spatial pyramid pooling. 3 და 3-ში იყო. 3 და 3-ში ის weight-ებზე იყო მგონი საინტერესო, აი გრაფიკი რო არის ფიგუროდ. კი, აი ზუსტად აი აქ რაც წერია, რომ ანუ ფაქტობრივად სხვა ატროს რეიტებს რო ვაკეთებთ, ნიშნულოვანი ან padding-საც ხო ვაკეთებთ. და ნიშნულოვანი არის, რომ თუ თქვათ ისე გავაკეთებთ padding-ს და ატროს კონვოლუციას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ხო გაწერილი არის ეს ჩვენი კერნელი. ამ 3 და 3 ფილტრმა ნოლები წამოიღოს ერთად და დეგრადირდეს ასე ვთქვათ 1-1-ზე ფილტრში. აი აქ ეს წერია ფაქტობრივად. ამ 65-ზე ფიჩერები როცა გვაქვს რაღაც padding-ები და ეს padding-ები როდესაც გვაქვს 3-3-ზე ფილტრს რომ მოვდებ ჩვენი ატროს კონვოლუციის, უმეტესობა წერტილები რომელსაც აგრეგირებას გავუკეთებთ იქნება ნოლები, რაც იგივეა რომ 1-1-ზე ფილტრზე დეგრადირდესო. მაგას წერენ აქ. ხო და ეს ჩარტი ესე იგი ნაჩვენები არის ის. ესე იგი, აქ ნაჩვენები არის normalized count. ანუ ვალიდური წონების რეგულისხმება, ხო? ვალიდური არის წონა თუ 0-ზე არ მრავლდება. თუ padded რეგიონზე გამრავლდება, ფაქტობრივად ის წონა აღარ არის ვალიდური. ხო, და ესე იგი ამათ შორის განსხვავება. ესე იგი ეს არის წითელი one valid weight. და ესე იგი x-ზე გვაქვს ატროს რეიტი, y-ზე გვაქვს normalized count, ნუ თქვათ რაღაც პროცენტულობაში გამოსახული. 3-3-ზე ფილტრს ვდებთ. 65-65-ზე ფიჩერებზე ატროს რეიტის ვარირებით. ატროს რეიტი როცა პატარა არის, 9 ფილტრი. ხო, ატროს რეიტი როცა პატარა არის, 9-ვე არის ვალიდური წონა. და როცა იზრდება, ანუ მთლიან სურათს უკეთებს ეთენს და ანუ გვერდითა ნაწილები იქნება 0-ის ტოლი და მარტო შუა იქნება მნიშვნელოვანი. ხო და აქ ამათო ერთი როცა არის, ანუ რაც უფრო ნაკლებია, ერთი ხო არ იქნება, იმიტომ რომ რამოდენიმე მრავლდება არანულ რიცხვებზე და რაც უფრო უახლოვდება ანუ აი ამ ჩარტებში, ამ line-ებს შორის განსხვავება კარგად ვხვდები, ანუ 9 valid weights, 4 valid weights, 1 valid weight. იგი გვაქვს, ანუ x-ზე და y-ზე რაც გასაგებია, მაგრამ ეს
ფაზები ისე ჩანს თითქოს, რომ დაიყოს სალსადი ესე გამოსახული. ანუ იმას გითხო, რომ one weld weight და 0.6 normalized contrast ნიშნავს. აი, კვადრატი ეს წერტილი ნიშნავს. აი, ეს რო არის აქ. ანუ რაღაც ադրოს რეიტზე გვაქვს ერთი ვალიდური ზონა და normalized counter 0.6. ხო, ისე სიმეტრიულიც რო არის 1 და 9, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ აი იმას ნახულობდნენ ეგ ერთი კონკრეტული valid weight როცა იყო, მაგროს რა იყო normalized count. სიმეტრიული ხო არის 9 valid weights და 1 valid weights. ანუ უაზროა პროსტა ის ლურჯი რო გააკეთეს, ან წითელი არის უაზრო და ლურჯი ამიშო. ხო. ხო, at least idea გვესმის, რომ რაც უფრო პატარა არის ჩვენი feature map-ი, ადროს კონვოლუციასაც ავაკეთებთ, თუ თქვა dilations ვაკეთებთ, ტორჩი პარამეტრიც იყო. მაგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი მაგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი 3-3 ფილტრი უცებ გახდეს 1-1 კონვოლუცია. და ამის ჩვენი მომდოთ ამ chart-ით basically. აი. იდეა იყო ეს მნიშვნელოვანი იყო ლოგიკების upsampling-ი. ეხლა ეს რატო არის მნიშვნელოვანი? ჩვენ ხო ვაკეთებთ კონვოლუციას, აი წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს 224-220 სურათი. და ჩვენ ვაკეთებთ კონვოლუციებს და გვიპატარავდა რაღაც feature map-ი, როგორც ანუ ამ paper-ში ჩანს, რომ ადროს კონვოლუციები რო გამოვიყენოთ, მაინც დაპატარავდება. აქ არის გონებიან არის, რომ მნიშვნელოვანი არის არა ground truth-ი დავაპატარავთო, რომ შემდეგ loss-ი დავთვალოთ. არამედ logitels გავუკეთოთ upsampling-ი. და ამას იმით ხსნიან, რომ ჩვენ რო ground truth-ზე გვაქვს რაღაც ისეთი სურათები, რომლებიც არის ძალიან პატარა ობიექტების რაღაცა, მაგალითად აი ისე ვის კატის მაგალითად რო ავიღოთ, კატის ულაშები რო წარმოვიდგინოთ, ან საკმაოდ პატარა არის, ხო რამდენიმე პიქსელი არის. და შეიძლება ჩვენ რო downsampling-ი გავაკეთოთ, და ისედაც ამ პატარა სურათზე. კიდევ უფრო პატარა რო გახდეს, ის პიქსელები საერთოდ წაიშალოს, ხო? ინტერპოლაციის დროს. და ანუ აქ გვეუბნებიან იმისთვის, რომ ეს პატარა დეტალები დაიჭიროს ჩვენო მოდელმა, აუცილებელია ეს ლოგიტას გავუკეთოთ upsampling-ი, loss-ის დასათვალად და არა პირიქით ჩვენს ground truth mask-ებს გავუკეთოთ downsampling-ი. ხო, მე შეგიძლიათ გამოიყენოთ სეგმენტაციას თუ ატრენინგებს მაგალითად. ხო, აი კიდევ. და ხო, ერთი იყო კიდე, რაღაც სტრეს არ არის ელემენტური, მაგრამ crop size-ზე. ხო. ნუ აქ თქვენს, რომ როგორც ზემოთ ნახეთ, რომ ჩვენი feature map-ი არ გვინდა იმგან დაპატარავდეს, რომ მე ჩვენი ადროსის კონვოლუციები გახდეს 1-1 კონვოლუციები, ხო? და მაგით ვაიღეს საკმაოდ, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი crop size-ი, 513-513-ზე დაკროპეს და ასე ატრენინგებდნენ. თუ კითხვა არის, რატო ატრენინგებდნენ 513-513-ზე? იმიტომ რომ მაგ დროისთვის 2017 წელს არ იყო. 9 წლის უკან იყო ეს ფილმი. მაგ დროისთვის არ იყო ძლიერი GPU-ები, თვითონ ამ paper-ში წერენ, რომ K80-ზე ატრენინგებენ. და K80-ის GPU-იანს თუ ნახავთ, არის 24 გიგაბაიტი, რაც არ არის ბევრი. და ამიტომ მაკეთებდნენ იმას, რომ ამ სურათებს იღებდნენ dataset-იდან. ხო, ანუ რა ორი, ასე ვთქვათ, მიდგომა არსებობს. ერთი არის, რომ სურათები აიღო ჩვენი dataset-იდან და ავდგეთ და downsampling გავაკეთოთ, და მთლიან სურათს დავატრენინგოთ, მაგრამ მაგაზე როგორც ვთქვით, მინუსები ის არის, რომ პატარა დეტალები იკარგება downsampling-საც ავაკეთებთ. ანუ მეორე ვარიანტი არის, რომ crop-ები ავიღო და იმ crop-ებზე გავაკეთოთ სეგმენტაცია, ხო? და მე მთლიან სურათზე რო გვინდა სეგმენტაცია გავაკეთოთ, შეგვიძლია ერთ crop-ზე გავაკეთოთ, მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და საბოლოოდ მე შევკრათ ერთად ის ჩვენი segmentation map-ი. ხო, ანუ ის ხომიდო ამით, რომ 513-513-ზე იმიტომ დაკროპეს, არა იმიტომ რომ რაღაცა ტექნიკა არის ან რაღაც. უბრალოდ computing power-ი არ იყო მაგ დროისთვის 24 გიგაბაიტიან GPU-ები. იყო, ასე ვთქვათ, top of the line GPU-ები და მოუწიათ უბრალოდ ამით გაკეთება და არა იმიტომ რომ რაღაც
conscious decision იყო, ასე ვთქვათ. კარგი. გისმენ ნიკოლს. აი მაღლა წერია learning rate policy პირობა და ანუ აი ეგ გრაფიკი რო ააგო დესვაში ანუ ძალიან მცირედ იცვლება და ძალიან მცირედით მცირდება და ანუ რა აზრი აქვს ანუ ძალიან ისეთი არასტანდარტული policy არის only learning rate მეც მინახავს სიმართლე ხარ გამომიყენებია ზედათ cosine ვიყენებ ძალიან მცირედ იცვლება ანუ რამდენად იცვლება რამდენად თქვა თუ არის 1-5 რამდენად იცვლება აკროთ კი ვამოწმებ ახლა ანუ maxiter რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უფრო ჩქარა შემცირდება, ანუ slope-ი policy-ის უფრო ის იქნება მეტი. კი. ხო, learning rate რა არის, ხო? Learning rate არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, შეგიძლია მიიღო უკეთესი მოდელები. ანუ შეიძლება ეხლა ვთქვათ ადამიანის ბეტა და ბეტა 1 და ბეტა 2-ის ცვლილებამდე ჯობს რომ learning rate ცვალა. იმიტომ რომ learning rate-ს დამოკიდებულება აქვს, ან learning rate თუ ცუდი არჩიე, შეიძლება შენ მოდელი საერთოდ ვერ დატრენინგდეს. საერთოდ convergence არის საუბარი, divergence გააკეთოს, ხო? Learning rate თუ მაგრამ ნუ ცოტა ძალიან პატარა learning rate-ს ვარჩიე, მე რა ვიცი, იმდენი ხანი დასჭირება ტრენინგს რო აზრი არ აქვს უბრალოდ ყველა დახარჯა GPU-ს დაათებს. სადღაც არის ყოველთვის ან განსხვავებული მოდელის განსხვავებული, მაგრამ sweet spot-ი არის. learning rate-ი რაც პოდივი batch size-ი გაქვს. learning rate-ის გაზრდა უფრო შეგიძლია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ დაზღვეული ხარ იმისგან, რომ რაღაც შემთხვევით outlier-ი მიიღო შენს batch-ში და ისეთ ხარეს წავიდეს, ასე ვთქვათ, შენი ოპტიმიზაცია, რომ შემდეგ მაგიდან recovery ვერ გააკეთო საერთოდ. ხო. ზოგადად, როგორც ვიცი, ან თუ pre-trains აკეთებ, batch size-იც დიდი რო კონდეს და learning rate-ი შედარებით მაღალი უკეთესია, იმიტომ რომ ჩქარა გაივლი, ვთქვათ, მარტივ ნაწილებს ოპტიმიზაციის დროს და მე ვთქვათ, ამცირებ, რაც უფრო დატრენინგებული ხდება შენი მოდელი. ხო. კიდე learning rate-ზე კიდე მახსენდება learning rate-ზე ხო, რა თქმა უნდა, ესეთი არაფერი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში learning rate რომ ერთ-ერთი მთავარი არის hyper პარამეტრი არის. ბევრჯერ გამომიცდია, ასე ვთქვათ, სხვა მოდელის ტრენინგის დროს. ხო, რა მეკითხვა ხოლმე ამ paper-ზე, მგონი ეს რთული paper-ი არ იყო, უბრალოდ ერთი კონცეფტი იყო, ეს ადროს კონვოლუციები. დაიმპლემენტირებაც წესით რთული არ უნდა იყოს თქვენთვის. ხო, ეს არ განგვიხილავს, აქ არის რამდენიმე არქიტექტურა, სადაც რადგან ჩვენი კონვოლუციები ამცირებს feature size, სხვა მიდგომა არის, როგორ შეუძლიათ, რომ ეს feature size-ების შეინარჩუნონ მაინც რაღაც ხრი, ხო? სანამ ეს ადროს კონვოლუცია გამოვიდოდა, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი იყო image pyramid, სადაც
გვაქვს ერთი სურათი, ერთ სურათზე ვაკეთებთ ცალკე, ანუ ერთ სურათზე კი არა, ერთი სურათის ერთ სქელზე ვაკეთებთ ცალკე კონვოლუციებს, მეორე სურათის მეორე სქელზე ვაკეთებთ ცალკე კონვოლუციებს, საბოლოოდ მერჯავთ. ხო, ენკოდერ დეკოდერი ეს რომელი მოდელი არის? ნუ unit-იც ხადია. კი, unit. ხო, unit-ის approach არის, მესამეში არის ამ paper-შიც არის განხილული და მეოთხეში რა არის ეს? მეოთხეც ამ paper-ში არის AES-PP. ხო, პარალელური ის. ხო. ეს მეტი ხა ამ paper-ში ისეთი არაფერი არის. იმპლემენტაცია თუ გინდათ ტესტ უკვე არსებული კონვოლუციები რაც აქამდე დაგვიწერია ის შეგიძლიათ აიღოთ და უბრალოდ რამდენიმე ლეიერი ამოწვალოთ, როგორც იქ ResNet 50-ში გააკეთეს და თქვა რაღაც პატარა დატასეტზე გაზომოთ, თუ გაინტერესებთ. ხო, ეს იყო დღევანდელი ლექცია, შედარებით პატარა გამოგვივიდა, მაგრამ paper-იდან არ იყო, ასე ვთქვათ, ძალიან დეტალური. ხო, ეს არის აი batch size-ი. რამდენად უკეთ ეს ხო, ის არის. Batch size-ი. Batch size-ი ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, ასე ვთქვათ, პარამეტრი რო დააჭერნიკოთ. ახლა რატო, ანუ batch size-ი აი წარმოვიდგინოთ, რომ ატრენინგებთ transfer learning-ს აკეთებთ, მაგალითად და უკვე დატრენინგებულ მოდელს ატრენინგებთ, ხო? შეგიძლიათ აიღოთ ძალიან ძლიერი GPU და აიღოთ batch size-ი, რა ვიცი, ძალიან დიდი. მაგრამ კითხვა არის, რომ ამ batch size-საც ვიღებთ, ამდენად უკეთეს შედეგს გვაძლევს, ხო? იმიტომ რომ batch size-ს ავზრდით, კი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარალელურად ხდება და თქვა პარალელურად ხდება იმ კონვოლუციის გაკეთება, მაგრამ ნუ რაღაცა batch size-ის შემდეგ კი ერთ ოპერაციაში აკეთებ ერთ GPU-s ოპერაციაში, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ პარალელური არ არის. ან პარალელურში რა იგულისხმება, რომ თქვა თუ აიღე 48 batch size და 10 წამი რაღაც გაკეთებას, თუ აიღე 24 batch size და ორჯერ გააკეთე და ისევ 10 წამი დაშლი და ესე იგი პარალელური აღარ არის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იმ ერთ ოპერაციაში კეთდება GPU-ს. ხო, ანუ რაღაცა ის არსებობს, ასე ვთქვათ, threshold-ი, ის შემდეგაც ამ batch size-ს ვზრდით. კი, GPU ერთ ოპერაციაში აკეთებს ამ თქვა კონვოლუციებს და თქვა ეტევა VRAM-ში, მაგრამ ანუ ის computing core-ები არ ყოფნის, რომ დააპარალელოს, ხო? და თან ანუ რო წავიკითხე, მგონი ამ არქიტექტურაში პირველი იყო, რომელიც აი ამ Athros convolutions ამატებდა batch norms, ანუ არც ერთ სხვა ეს convolution სხვა არქიტექტურებში არ არის batch normalization და ნუ ალბათ მაგის გამოც batch size-ზე დაჩქეს ექსპერიმენტი. კი. ხო, ნუ batch norms ზოგადად დიდი batch size-ი სჭირდება. სტაბილური რო იყოს. ხო, და ანუ იმას ვამბობდი, რომ როდესაც fine-tuned model-ზე კიდე fine-tuned კი არა და trained model-ზე fine-tuning-ს აკეთებთ, ზოგადად batch size-ი ძალიან დიდი რო იყოს, არ არის, ასე ვთქვათ, two paper-ში დაატრენინგეს 512 batch size-ით, fine-tuning-ისთვის წესი არ უნდა გჭირდებოდა ხელა batch size-ი, იმიტომ რომ task-ი იცის, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე მოდელმა და უბრალოდ თქვენ რაღაც თქვენს dataset-ზე გინდათ რომ სპეციალიზაცია გააკეთებინათ. ხო, და ნუ, ასე ვთქვათ, თუ from scratch ატრენინგეს batch size საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ random პარამეტრებიდან იწყებს და რაღაც უნდა ისწავლოს და თუ უკვე transfer learning-ს აკეთებთ, ნუ at least ჩემი გამოცდილებიდან შეიძლება ეს computer vision-ში არის მარტო და თქვა NLP-ში არ არის, მაგრამ vision-ში ასე ვთქვათ, ძალიან დიდი batch size-ებიც არ არის საჭირო. ნუ at least იმ ხელა batch size-ები არ არის საჭირო, ამ ხელას paper-ში გამოიყენეს, რომ from scratch დაეტრენინგებინათ მაგალითად. და მაგის ვარიაციაც კარგია რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ თუ თქვა batch size of read, რომელსაც შეიძლება ასე ორი წამი მაგალითად თითო forward backward step-ისთვის, ხო? იგივე იღებთ რაც batch size 4-ით, ან ძალიან ახლოს. ალბათ jobs რო ექსპერიმენტები batch size 4-ზე გააკეთოთ. ხო, იმიტომ რომ თუ თქვა ორჯერ სწრაფად მიიღებთ შედეგს, გაცლებით რომ მეტი ექსპერიმენტის ჩატარება შეგიძლიათ.
და საბოლოოდ აიღებთ იმ რაღაც საუკეთესო ჰიპერპარამეტრებს 4-ზე და ნუ იმედია რომ ვერსაის 8-ზეც იგივე ჰიპერპარამეტრები იქნება საუკეთესო და საბოლოო რანისთვის ცოტა დიდი ვერსაიზით დაატრენინგებთ რა. ხო. კარგით, რამე კითხვა ხوار. კარგით, მაშინ კითხვა თუ არ გაქვთ, შემდეგ კვირას შევხვდებით, შემდეგ კვირას დაიწყო ნახო რა ლექცია გვაქვს. ხო, შემდეგ კვირას ხვდებით შაბათს. ახლა უკვე ტრანსფორმერზე ვართ, ეს უკვე საკმაოდ რელევანტური ფეიფერი არის. იმიტომ რომ ამ არქიტექტურით ხდება offline მოდელების ატრენინგება, ანუ offline გულისხმობის მოდელები, რომლებსაც არ შეიძლება რომ თქვა ვიდეოზე იმუშაონ. და ამავდროულად ამ არქიტექტურის პატარა სახესრულებით ხდება real time დეტექტორის აწყობაც ასე. RF detector თუ აგიათ. ხო, და მე კვირასაც გვაქვს. ხო, კვირას გვაქვს mask to former-ი. კემერტიც საყვარელი ფეიფერი არის. ესე იგი წინა თუ არის შაბათს გვაქვს detection-ზე, object detection-ზე და 31 ლექცია არის mask to former-ი, რომელიც არის detector-ის პატარა ასე ვთქვათ, ცვლილება. და ესეც საკმაოდ რელევანტური ფეიფერი არის დღესდღეობით. არის Dino 3 თუ გინახავთ, Dino 3-ის backbone, ამ mask to former-ის heads-ად გამენ ზემოდან და მაგით იღებენ state of the art სეგმენტაციის მოდელებს. ხო. და მე გაიხან ლექცია. კარგი, მაშინ მოდი დავშალოთ თუ თქვათ რამე კითხვა გაქვთ.